გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ბლიჩზე და მის გაგრძელებაზე 1000-ლოვან სისხლიან ომზე. დიდი ხანია ვიდეო არ გადამიღია, თუმცა მქონდა რაღაც გარკვეული პრობლემები, ახლა ჩემს პრობლემებს არ მოგახსოვთ თავზე და მოდი დავიწყოთ ვიდეოს გადაღება. როდესაც დავიწყეთ ბლიჩის ტოპოცის დალაგება, გადავიღეთ ტოპოციდან მე-10-მდე. და ეს იყო პირველი ვიდეო, ახლა კი გადავიღებთ იმ ვიდეოს მეორე ნაწილს და გადავიღებთ ტოპ-10-დან პირველამდე. ახლა მე არ შემედაოთ, რადგან ეს არის ჩემი აზრი და მოდი დავიწყოთ ჩემი აზრის გამოფრქვევა, ესე ვთქვათ. მე-10 ადგილზე გავიდა გერარდ ვალკირია, რადგან ის არის ფიზიკურად ძლიერი ჩქარი, თუმცა მისი ყველაზე დიდი შესაძლებლობა არის მირაიკლი, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო დიდ დაზიანებას მიიღე, მით უფრო ძლიერი ხდები. ანუ დაუშვათ თუ მოაჭრი ხელს, ის ხელი აღუდგება და უფრო ძლიერი იქნება. ასე რომ ერთი შეტევით თუ არ მოკალი, აზრი არ აქვს და ერთი შეტევით მისი მოკლა ძალიან რთულია. დაზიანების შემდეგ გაძლიერებაში იგულისხმება სიჩქარის, შკუის ძალის და ფიზიკური მონაცემების გაძლიერება. ამიტომ იკავებს მე-10 ადგილს. დღევანდელ ვიდეოში მე-9 ადგილს იკავებს ლილ ბარო, რომელიც ასე გამოიყურება და ის არის ერთ-ერთი სტენ რიტერი, როგორც გერარდ ვალკირია, ანუ წინა პერსონაჟი. მისი დაზიანება მხოლოდ უძლიერეს პერსონაჟებს შეუძლიათ და თან მას აქვს ძალა, რომელსაც ჰქვია X-Axis და მისი შეჩერება შეუძლებელია, ანუ ავტოტყვია და თუ მოხვდა, დარხეული გაქვს. მაგალითად, გერარდ ვალკირიას ერთ ტყვიაში გააქრობს. თან ის უფრო ჭკვიანია გერარდ ვალკირიაზე და უფრო გამოსtildeც, ასე რომ იკავებს ის თავისუფლად თავის განკუთვნილ მე-9 ადგილს. მე-8 ადგილზე გავიდა პერსონაჟი ზარაკი კემპაჩი, რომელიც არის ძალიან ჩქარი, ძალიან ძლიერი, სუპერ ინსტინქტები და რეფლექსები აქვს და არის ძალიან გამოსtildeი. მან დაამარცხა ისეთი პერსონაჟი, როგორიც იყო გრემი. გრემის კიდევ შეეძლო იმის რეალიზაცია, რასაც წარმოიდგენდა. მაგალითად, რომ წარმოედგინა მეტეორი რომ მოარდებოდა ციდან, მართლაც ჩამოარდებოდა. კემპაჩიმ კი ეს გადაჭრა მეტეორი. თან ეს გააკეთა ბანკაის გარეშე. ანუ მეტეორის გადაჭრა ბანკაის გარეშე ალბათ ხვდებით რადონეც არის, ასე რომ კემპაჩი გავიდა მე-8 ადგილზე. მე-7 ადგილზე გავიდა იუგრამ ჰასვალტი, რომელიც არის იუჰაბაჰას მარჯვენა ხელი და მისი შესაძლებლობა არის მოწინააღმდეგის ბალანსის დარღვევა, ანუ მისი იღბლის შეცვლა და როგორც უნდა ისე შეცვლის. და თან იუგრამს, როდესაც იუჰაბაჰს ზინავს, აქვს მისი თვალები, ყოვლის მხედველი თვალები. ამ თვალებით ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი, თუმცა თუ ამ თვალებს არ ჩავთვლით და თვითონ იუგრამის ძალებს ავიღებთ, იუგრამი მაინც ერთ-ერთი უძლიერესი პერსონაჟია, იმიტომ რომ მას აქვს ბრძოლაში მოწინააღმდეგის იღბლის კონტროლის ძალა. ამის გამო იუგრამ ჰასვალტი გავიდა მე-7 ადგილზე. მე-6 ადგილზე გავიდა გენრიუსაი შიგეკუნი იამამოტო, რომელიც არის ყველა რაზმის კაპიტნების კაპიტანი. ის არის სუპერ გამოსtildeი, ხმლით ძალიან დიდი ოსტატია და რაც მთავარია, მას აქვს შუნსუის დონის ბანკაი, რომელიც ასე გამოიყურება. ის არის სუპერ მწველი ცეცხლი, მას აქვს 4 ძირითადი ტექნიკა, თუმცა 4-ვე რომ ავხსნათ ძალიან გაგვეწელება ვიდეო, ამიტომ ავხსნი მხოლოდ ყველაზე სუსტს და ყველაზე ძლიერს. ყველაზე სუსტი არის, როცა მთელ ამ ცეცხლს, ასე ვთქვათ, ხმლის ერთ წვეთში ათავსებს და ერთდროულად ურტყავს და მთელი ეს ცეცხლი ალბათ ერთ ადგილზე მიხვდებით თუ რამდენად დამანგრეველი იქნება და მეორე ყველაზე ძლიერი ძალა არის მისი მოკლული ადამიანების გაცოცხლება და თავის მებრძოლეებად გამოყენება. გენრიუსაი იამამოტო არის 2000 წლის და ალბათ მიხვდებით 2000 წელში რამდენი ადამიანი ყავს მოკლული და ეს ყველა ადამიანი შეუძლია მტრად გამოიყენოს. მაგალითად, თუ ებრძვის იუგრამს, შეუძლია ყველა ადამიანი დააპირისპიროს იუგრამს. ამიტომ იამამოტო იკავებს თავის განკუთვნილ მე-6 ადგილს. მე-5 ადგილზე გავიდა იჩიბე ჰიოსუბე, რომელიც თვითქოს არაფერი, უბრალოდ ასე თუ ისე კარგი მებრძოლია ხმლით, ჭკუა აქვს და გამოსtildeება, თუმცა მისი ძალა არის ის, რომ მისი ბანკაი იგივე არის ის, რომ შეუძლია სხვისი სახელის კონტროლი. დაუშვათ თუ აიზენის ხმალს ქვია კედელი, ისე ვიძახი, ან დაუშვათ რაღაც ნატურა, ისე ვიძახი, შეუძლია ამ რაღაცას სახელი წაართვას და მისი ძალაც გაქრება. არარაობად შეუძლია გახადოს ნებისმიერი რამ. და რაც ყველაზე მთავარია, თუ მე მაქვს ჩემი ძალები, შეუძლია ჩემი სახელის წაშალოს და მეც არარაობად გამხადოს. ამიტომ რა თქმა უნდა მე-5 ადგილი მინიმუმ.
მეოთხე ადგილზე გავიდა მთავარი პერსონაჟი იჩიგო კუროსაკი, რომელიც არის სუპერ სწრაფი, ძალიან ძლიერი, battle IQ-ც ძალიან მაღალი აქვს და სუპერ ინსტინქტები აქვს, ანუ გაუმჯობესებული კემპარშია. და თან მას აქვს ისეთი რეჟიმი, რომელსაც ჰქვია ფინალური გეცუკა ტენშო, რომელიც ასე გამოიყურება და მან ამ რეჟიმში შეძლო დაამარცხა ისეთი პერსონაჟი, როგორიც იყო აიზენი. თუმცა არა ჩვეულებრივი, არამედ ჰოგიოკუში შეერთებული აიზენიდან მეოთხე ფორმის. ეს კი იყო უძლიერესი პერსონაჟი, ამიტომ იჩიგო კუროსაკი იმსახურებს თავის განკუთვნილ მეოთხე ადგილს. მესამე ადგილზე გავიდა სოსკე აიზენი და ალბათ გაგიკვირდებათ, რადგან წერან თქვით, რომ იჩიგომ დაამარცხა აიზენი, თუმცა აიზენს აქვს ისეთი ძალები, როგორიც არის ილუზია, სუპერ სიჩქარე, სიძლიერე, ასევე მისი ძალები მაგიური და რა თქმა უნდა, მის გაგრძელებაში, ბლიჩის გაგრძელებაში, იგივე 1000 ტლოვან სისხლიან ომში, აიზენი არის ბევრად უფრო ძლიერი. ანუ ამ რეჟიმში, როგორიც არის ახლა, გააჩერა ისეთი წვიმა, იუჰაბაჰის რეიიაცუს წვიმა, რომელმაც მთელი სულების საზოგადოება მიწასთან გაასწორა, ადამიანები მოკლა, რაზმის კაპიტნებიც კი უძლურები იყვნენ და აიზენმა ეს უბრალოდ ერთი შეხებით, არ შეეყო, ისე გააჩერა. თან აიზენი ამ დროს უკვე ჰოგიუკუსთან სრულად არის შეერთებული, ამიტომ ის იმსახურებს მესამე ადგილს. მეორე ადგილზე გავიდა უკვე ძალიან ბევრჯერ ნახსენები იუჰაბაჰა, რომელიც არის, რა თქმა უნდა, სწრაფი, ძლიერი, სუპერ ქვინსის ძალები აქვს და ასე შემდეგ, თუმცა მისი ყველაზე ძლიერი ძალა ისევ არის ალმაითი, ანუ ყოვლის მხედველი თვალები. ეს თვალები ხედავენ მომავალს და მისი შესვლა შეუძლიათ, ანუ ფაქტიურად დროს აკონტროლებს. და დროის კონტროლი ალბათ ხვდებით თუ რომ ხელაძალაა. სულ რომ მომავალში დაინახოს, რომ ვიღაცასთან წააგებს, უბრალოდ ამ მომავალს შეცვლის და ისე გააკეთებს, რომ მოიგოს ეს ბრძოლა და თუ მომავალი ერთ ბაშად შეცვალა, ანუ რაღაცით შეცვალა, ის 100%-ით მოხდება. ანუ ის სამყაროს შემადგენელი ნაწილებიდან, დროსივსა და მატერიიდან ფაქტიურად ერთს აკონტროლებს. ანუ რეალობის ნაწილობრივ შეცვლა შეუძლია, ამიტომ რა თქმა უნდა იმსახურებს მინიმუმ მეორე ადგილს. ალბათ უკვე ყველა მიხვდით თუ რომელი პერსონაჟი გავიდა პირველ ადგილზე, თუმცა რა თქმა უნდა მე მაინც ვიტყვი და პირველ ადგილზე, ანუ ყველაზე ძლიერი პერსონაჟი არის სულების მეფე, რომლის სახელიც არ ვიცით, უბრალოდ სულების მეფეს ეძახიან და ამ რეჟიმში უბრალოდ არის კრისტალში, არც ხელები აქვს, არც ფეხები და არაფერი შეუძლია, ასე ჩანს, თუმცა მან ასე თავი ძალით ამოიკეტა, რადგან სულების საზოგადოებას მთლიანად ანადგურებდა უბრალოდ თავისი არსებობით. მისი პრაიმ რეჟიმი იყო აი ეს, როდესაც უბრალოდ რო დადიოდა ინგრეოდა გარშემო ყველაფერი. მას აქვს იუჰაბაჰზე უფრო ძლიერი თვალები, რომლის სახელიც არ არის ნახსენები, თუმცა ამ თვალებს შეუძლია დროის, სივრცის და მატერიის კონტროლი. ანუ სამყაროს კონტროლი შეუძლია. თუ იუჰაბაჰს შეეძლო ნაწილობრივი კონტროლი, მას სრულად კონტროლი შეუძლია. მას შეუძლია სამყაროს კონტროლი, შენ კი სამყაროს ნაწილი ხარ, ანუ შენი კონტროლი შეუძლია 100%-ით. და რა თქმა უნდა არის პირველი ადგილი, არავის არ გაგიკვირდებათ. ბოდიში რომ ამდენ ხანს არ ვაქტიურობდი, თუმცა ახლა ძალიან აქტიურობას დავიწყებ და მაქსიმალურად აქტიური ვიქნები, შენ კი თუ ეს ვიდეო მოგეწონა, დალაიქე ვიდეო და თუ არ გინდა რომ გამოტოვო შემდეგი მსგავსი ვიდეოები, მაშინ გამოიწერე არხი და გააქტიურე ზარის ღილაკი. ეს ვიდეო უკვე დასასრულს მიუახლოვდა, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.